ძალიან საინტერესო ფრაზა ახსენე თავისუფალი ნება. თავისუფალი ნება რა ამ ცხოვრებაში რამდენი პროცენტი არის რაც არის თავისუფალი ნება? ნებისმიერი ადამიანი. თავისუფალი ნება იწერება ზევიდან, აი მოდეს ვთქვათ, ალბათ პროგრამისტი, რომელსაც აქვს თავისუფალი ნება და ცოდნა, რომ შექმნას ნებისმიერი სახის თამაში. როცა უკვე თამაში შექმნა და პირობები უკვე გაწერილია, ის არის უკვე დახურული სისტემა და იქ უკვე ვეღარაფერს ვეღარ შეცვლიან. თავისუფალი ნება არის მატერიის ჩამოსვლამდე. მერე უკვე არის უბრალოდ არჩევანის ვარიანტი. მაგალითად, პროგრამისტმა შეიქმნა ეგეთი სამყარო, სადაც 5 სახის ავატარია, რომელს შეგვიძლია ჩამოხვიდე. ამ 5-დან ირჩევ, მაგრამ შენ თვითონ ვერ დააკონფიგურირებ, უკვე შექმნილია. ამიტომ სამყაროს შემქმნელებს აქვს თავისუფალი ნება და მატერიაში, რომელსაც ისინი ქმნიან, უკვე არჩევანში გაძლევენ თავისუფალ ნებას და არა შექმნაში. ანუ შენ ადამიანი რო უკვე იწყებს ცხოვრებას, მისი ყველა არჩევანი წინასწარ განსაზღვრული გამოდის? კი, ანუ მაგალითად ახლა შენ რომ მაღაზიაში შეხვიდე და გშიოდეს, შენ თვითონ ვერ მოიგონებ საჭმელს, რომელიც გინდა რომ ჭამო, მაგრამ შეგიძლია აირჩიო, რაც დახელზე დევს. გასაგებია. ძალიან საინტერესო. ანუ ეს სამყარო მატერიული სამყარო არის დახურული ეკოსისტემა, აქ ახალს ვერაფერს ვერ შექმნი. უკვე არის ყველაფრის არჩევანი. მათ შორის რაც ჯერჯერობით კიდევ შეიქმნება, ის უკვე არსებობდა, როცა პროგრამა იწერებოდა. ამიტომ არაფერი არ არის, თუ დროის ფაქტორს მოვაშორებთ. უბრალოდ კოდების დონეზე ეს მატერიული სამყარო უკვე მთლიანად დაწერილია ისე, როგორც არის. უბრალოდ თავისუფალი ნება გამოდაიქეთა, რომ გვაძლევს არჩევანს, ვინ რას აირჩევს და როგორ აირჩევს, ეს ქმნის გარკვეულ განვითარებების სცენარებს, თუმცა ეს სცენარებიც პროგრამულად წინასწარ გათვლილია, რა და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს. და დათვლილია პროგრამისტების მიერ, უბრალოდ საინტერესოა მე აბა ხალხი რას აირჩევს.